მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. მოიხსენებათ თუ ახლოვდება დიდი სააღდგომო მარხვა და დედა ეკლესია მარხვის წინ გვახსენებს საშინელი სამჯავროს შესახებ, ანუ ქვეყნის აღსასრულის შესახებ, რაელის კაცობრიობას, თავის ბოლო ჟამს და საინტერესოა როგორია დედა ეკლესიის შეხედულება ამ სწავლების მიმართ, რატო გვასწავლის სწორედ მარხვის დასაწყისში აი ამ ცნების შესახებ, როგორ უნდა შევხვდეთ აი ამ უკანასკნელ ჟამს და რა საკითხები არის მნიშვნელოვანი აი ამ თემის ირგვლივ. მოიხსენებათ არც თუ ისე ერთგვაროვანია შეფასებები ბოლო ჟამისა, ანტიქრისტეს მოსვლისა, მისი ბეჭედისა და მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი მოწვანი უნდა ვიყოთ უკიდურესად თხილნი აი ამ აპოკალიფსის წიგნის განმარტებისას, ამიტომ ჩვენც ვეცდებით, რომ შემოგთავაზოთ ეკლესიის სწავლება, რომელიც ერთხმად არის მიღებული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ და მოვერიდებით კიდე კერძო განმარტებების გაკეთებას, ვინაიდან მეტად საფრთხილოა ეს თემა, როგორც მოგახსენეთ და საჭიროებს სწორ მართლმადიდებლურ შეფასებას. ვიდრე ეს დრო დადგება ბოლო ჟამისა საშინელი სამჯავროსი, მოგახსენებათ მანამდე იქნება ანტიქრისტეს პერიოდი და სწორედ აი ამ თემებზე გსურს ჩვენ გავამახვილოთ დღეს ყურადღება. წმინდა წერილი ბრძანებს, რომ მრავალნი მაცთუნი შემოვიდეს სოფლად, რომელი არა აღიარებენ იესო ქრისტეს ხორციელად მოსულსა, ესე არის მაცთური და ანტიქრისტე. მაგრამ ყველა ესენი მხოლოდ წინამორბედნი არიან ანტიქრისტესი. ჭეშმარიტად, მაგრამ რეალური ანტიქრისტე ჯერ არ განცხადებულა და ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ საბოლოო ბრძოლისათვის სწორედ ის სატანის მთელი ძალით აღჭურვილი, კერძოდ ანტიქრისტეს სახით, როგორც ქრისტეს განსაკუთრებული მოწინააღმდეგისა, სრულად მხოლოდ სამყაროს აღსასრულისას გამჟღავნდება. ეს აუცილებელი სწავლება და უნდა ვიცოდეთ, რომ მართალია უამრავი ანტიქრისტეს სულისკვეთების მატარებელი ადამიანი ოდითგანვე არსებობდა დედამიწაზე, ებრძოდნენ დედა ეკლესიას, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ის დრო და ჯერ კიდევ არ არის ის რეალური ანტიქრისტეს პიროვნება, რომელიც იქნება ბოლო ჟამს მოსული. ანტიქრისტეს მოსვლის წინ კაცობრიობა უკიდურეს სულიერ და ზნეობრივ დეგრადაციაში იქნება. მისი მდგომარეობა იქნება აბსოლუტურად საპირისპირო ქრისტეს მცნებებისა. სწორედ აი ამის შესახებ გვასწავლის ჩვენ წმინდა პავლე მოციქული და ახასიათებს იმ ბოლო ჟამის კაცობრიობას. უკანასკნელთა თხეთა მოიწინეს ჟამნი ბოროტნიო და იყვნენ კაცნი, თავის მოყვარე, ვერცხლის მოყვარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამადედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყვარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშვიდებელ, კეთილის მოძულე, შინაგამცემელ, წარმდებ, აღზვავებულ, გულის თქმის მოყვარე, უფროს ვიდრე ღვთისმოყვარე, აქ უნდეს ხატი ღვთისა მსახურებისა და ძალსა მისა უარყოფდეს. აი ესეთი უარყოფითი თვისებებით იქნება დახასიათებული ბოლო ჟამის ადამიანი. მართალია, ჩვენ უკვე ნაწილობრივ აი ამ თვისებების გამრავლებას და გავრცელებას ხედავთ, გნებავთ საკუთარ თავში, გნებავთ საზოგადოებაში, მაგრამ ეს კიდევ არ არის ის უკანასკნელი ბოლო მდგომარეობა, ვინაიდან ამ როგორც სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი და ადამიანი მუდმივად შეიძლება ისწრაფოდეს სიკეთისა და სრულყოფილებისაკენ, ასევე ბოროტების საზღვარი არის ჯოჯოხეთში, მანამდე ადამიანს შეუძლია თავისი ბოროტება განავრცოს და აი ეს უკიდურესი სულიერი დეგრადირების მდგომარეობა მაქსიმალურად წარმოაჩინოს. ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ აი ამ პროცესებში
ვიყოფებით. როგორც ვიცი, ჩვენ ბოლო ჟამს მრავალი განუდგება დედა ეკლესიას. ეს მდგომარეობა დღეს პრინციპში შეენიშნება და ნელ-ნელა ვხედავ ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში თუ რა ხდება დედა ეკლესიიდან ნელ-ნელა განხეთქილება პირველ საუკუნეებიდანვე იწყება უკვე განხეთქილებები ეკლესიებში გადის იმ ცრუ სწავლების, ცრუ ანტიქრისტიანული სწავლების მატარებელი ადამიანები. შემდეგ დედა ეკლესიას განეშორება კიდევ უფრო დიდი ნაწილი, რასაც ქვია რომაული კათოლიციზმი, მისგან განშტოებით პროტესტანტიზმი და სექტანტიზმი და ეს ყოველივე განდგომილების ერთი სახეა. მეორე დეგრადირება სულიერის, ნეობრივი, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად გაერყნა და კიდევ უფრო უკიდურესად გარყვნილებისაკენ მიირთვის. ეს მეორე მხარეა განდგომილებისა. მოკლედ ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ესე ყოველი არის დასაბამი სამობათა. ანუ ყოველივე ეს სულიერი ფონი, რომელიც დღეს შეინიშნება საზოგადოებაში, ეს ყველაფერი დასაბამი, დასაწყისია. ანუ ჯერ კიდევ არა ვართ იქ. მაშინ იმ პერიოდში მოწმუნეანი უკიდურეს შევიწროებას და დევნილობაში იქნებიან. ისინი იქნებიან მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელითა უფლისათვის. რას ნიშნავს ეს, რომ რაც უფრო დრო გადის, ჩვენ ამას კიდეც ვხედავთ, ჩვენ სულიერ რაც უფრო დრო გადის, ადამიანი მით უფრო ხედავთ აი ამ განსხვავებას ქრისტეს მცნებების მატარებელ ადამიანებსა და უზნეო ცხოვრების ადამიანებს შორის. ანუ ეს უკიდურესი ფონი ნელ-ნელა მძაფრდება, ადამიანები ნელ-ნელა ვეღარ უგებენ ქრისტიანულ მცნებებს. ეს აშკარად ჩანს, რაღაც შინაგანი პროტესტის შეინიშნება საზოგადოებაში. მათთვის მუდმივი აკრძალვის ფონი, რომელიც არის დედა ეკლესიის მიერ მცნებების სახით შემოთავაზებული, მათთვის ყოველად მიუღებელი რჩება. ამიტომ ქრისტიანები უფრო მეტად დევნილ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და რაც უფრო დრო გავა, მით უფრო გაძლიერდება ეს და საბოლოო ჟამს იქნება უკიდურესი დევნის ფორმები უკვე ანტიქრისტეს დროს. საქმე საერთოდ იქამდე მივა, რომ როდესაც მოვა უფალი მეორად მოსვლისას, ესეთი სიტყვები ჟღერს ლუკა მახარებელთან, რომ პოვოს კი სარწმუნოება იქ ქვეყანასა ზედა. რას ნიშნავს ეს სიტყვები, რომ იმას, რომ იმდენად შემცირდება მართლმორწმუნეთა რიცხვი, რომ პოვოსიო კი, ანუ სად მოიპოვებიან ეს ადამიანები, სად იქნება იმდენად მცირე იქნებაო მათი რიცხვი. აი სწორედ მაშინ ჩაუდგება ანტიქრისტე სათავეში აი ამ უკანასკნელ უკიდურეს განდგომას, რომლის გავრცელებაც ქრისტეს მეორად მოსვლით შეწყდება. რა თქმა უნდა, იმ რჩეულთათვის, რომლებიც იქნებიან ბოლო ჟამს. ქრისტეს ამ საგანგებო მტრის სახესა და თვისებებს კიდევ უფრო ცხადად და მკაფიოდ გვიხატავს ჩვენ პავლე მოციქული თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში. ის ამბობს, რომ გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისა, შვილი იგი წარსაწმენდელისა, გამოჩნდეს უჯულო იგი, რომლისა იგი მოსვლა იარს შეწევნით და ეშმაკისათა. ანუ ეს არ იქნება ეშმაკი, როგორც ზოგიერთი ფიქრობს ანტიქრისტესზე, არამედ იქნება ადამიანი, რომელსაც ექნება ის ეშმაკის შეწევნა, იმ ეშმაკისეული ყოველგვარი ბოროტების ძალა და გამოვლინება, რაც კი ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში არსებულა, ყველაფერს აი ამ კონცენტრირებულად იქნება თავმოყრილი აი ერთ ამ ადამიანში. იგივე მაგიის ძალები და სხვადასხვაგვარი სპირიტული თუ ეშმაკისეული მოჩვენებითი ძალები ყოველივე ეს იქნება მასში თავმოყრილი. იმ პერიოდში ჭირი იმდენად დიდი და ძლიერი იქნება, რომ არ შემოკლდებულიყო თხენი, იგივე ამბობს წმინდა წერილი. ვერა არამცა განერა ყოველი ხორციელი. ანუ ვერავინ ვერ გადაურჩებოდა აი ამ საშინელ დევნის პერიოდს, რომ არ შემოკლებულიყო ის ჟამიო. ესე იგი, ჩვენთვის საინტერესოა, როდის იქნება ყოველივე ეს. ღვთის სიტყვაში ჩვენთვის განცხადებული ეს არ არის. ანტიქრისტეს მოსვლისა და სამყაროს დასასრულის ჟამი არავის შეუძლია წინასწარ გამოიცნოს და
არც უნდა ეცადოს პრინციპში მის გამოცნობას, იმიტომ რომ ეს პირდაპირ აკრძალულია ქრისტეს მიერ. ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არც ანგელოზს და ცისათა, გარნ მამამ ხოლო მან. ანუ ამით გვიდასტურებს იმ უთხოვარ ჭეშმარიტებას, რომ არ შეიძლება იმ ჟამის გამოცნობის გამოთვლები, რაც ახასიათებს უამრავ ადამიანს, რომ აი უკვე კომენტები ცვივა, აი უკვე ნახეთ რა ხდება, რა ომებია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მართალია ეს ყველაფერი ხდება, რეალობა, უახლოვდებით იმ ჟამს, მაგრამ ეს არ გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას და იმის უფლებას, რომ გარდავიდე ჩვენ ცნებას ღვთისასა და დავიწყოთ მარჩიელობა, როდის მოვა ეს ჟამი. ჩვენ მოგვეცა ცნებად, რომ მხოლოდ ვიფხიზლოთ, გულისხმის ვყოთ, ვილოცოთ, რათა შევძლოთ განვეშოროთ აი ამ საცდურებს, რომლებიც მოვლენ. და პრინციპში დღესაც რომელიც გვაქვს და მთავარი ის არის, რომ ადამიანმა განიწმინდოს საკუთარი თავი სინანულით, აღსარებით, ზიარებით და სხვა მცნებების შესრულებით, რათა იმ ჟამს, როდესაც გარდავიცვლებით ჩვენ, წავდგეთ ღირსეულად ღვთის წინაშე და ეს ჟამი უკვე იქნება ყველასათვის იმ ადამიანისთვის, ვინც გარდაიცვლება, მეორე მოსვლის ჟამი, ვინაიდან დასრულდება მისი ამ ქვეყნიური ცხოვრებაც. ამიტომ გვეუბნება სწორედ პავლე მოციქული, რომ მრავალ ჟამს ვილოცვიდეთო და მრავალ ჟამს ვიღვიძებდეთო. ამჟამად ჩვენ ვერ ვხედავთ სწორედ იმ უჯულო ადამიანის გამოვლინებას, მართალია, რაც ქვია ანტიქრისტე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმ ანტიქრისტიანული სულის გამოვლინებას და ასევე ჩვენ ვერ ვხედავთ იმ წინდა ეკლესიის ისეთ საყოველთაო და უწყვეტ დევნას, რომელიც წინასწარმეტყველების მიხედვით უკანასკნელ დროზე მიგვინიშნებს, რაც მთავარია ქრისტიანული საწმუნოებისაგან ისეთ დიდ განდგომას, როგორიც ანტიქრისტეს ჟამის ნათელი და უდავო ნიშნად არის წარმოჩენილი. ეს ყოველივე ჯერ არ აღსრულებულა, მაგრამ როგორც წმინდა თეოფანი დაყუდებული ბრძანებს, დევნელი არ ჩანს, მაგრამ დევნას სახეზეა. ესეთი სიტყვები აქვს მას. ეს იმას ნიშნავს, რომ დღესაც უკვე დაწყებულია ეს დევნა ამას უფლის სულისაგან და ყოველი დაგვირებული ადამიანი, მართლმორწმუნე ადამიანი ხედავს აი ამ თავის მდგომარეობას, თავის უკიდურეს უსუსურებას და აი ამ მუდმივ ბრძოლას, აი ამ ამას სოფელთან, რაც არის ერთ-ერთი საშინელი განსაცდელი ჩვენი ყოფისა. აღნიშნულ განდგომას წინ უნდა უსწრებდეს ასევე სამყაროს დასასრულის კიდევ სხვა ნიშნებიც, როგორიც არის გამუდმებული საყოველთაო ომები, შიმშილი, ჭირი, მიწისძვრები, სხვა საშინელი ფიზიკური უბედურებები, სხვადასხვა ციური მოვლენები, ასევე უნდა მოხდეს ცრუ წინასწარმეტყველებები და ცრუ ქრისტეთ მომრავლებები სხვადასხვა ადგილებში. პრინციპში ამასაც ყოველივეს ჩვენ ვხედავთ, მაგრამ არა ესეთი დოზით, როგორც იქნება შემდეგში, მაგრამ უკვე პრინციპში ეს ყოველივე ჩანს, მაგრამ აქ საუბარია გამუდმებულ ესეთ ჭირვარამის მდგომარეობაზე, რომელიც რა თქმა უნდა ჯერ არ დამდგარა კაცობრიობის ისტორიაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია ყველა ერში სახარების გავრცელება უნდა მოხდეს. საწამებელად ყოველთა წარმართა, ასე წერს წმინდა წერილი. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა დარჩეს არც ერთი ერი, არც ერთი ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ სიტყვას ღვთისას არ გაიგონებს, რათა ყველას ჰქონდეს ცხონების საშუალება და ასევე რათა ვერავინ ვერ გაიმართლოს თავი ღვთის წინაშე, რომ მე ეს არ ვიცოდი, მე ეს არ მსმენია და ვინც არ იცის შესაბამისად თითქოს და ნაკლები ბრალი უდევს, მაგრამ ეს ასე არ იქნება, იმიტომ რომ ეს არ ცოდნა უკვე იქნება ცოდვა, ვინაიდან როდესაც გავრცელდება სახარება და როდესაც ადამიანს ექნება ამის საშუალება, რომ ყველა წაიკითხოს, მოისმინოს წმინდა წერილი და ესეთი ყველასათვის მისაწვდომი ხდება, მაშინ რა თქმა უნდა ადამიანი ვეღარ გაემართლებს თავს, რომ მან არ იცოდა ჭეშმარიტ. ეს უკვე თავისი უდებების, ზარმაცობის და გულგრილობის და ჭეშმარიტების უსიყვარულობის ნიშანი იქნება. და მხოლოდ აი ამის შემდეგ
ყოვლად ბრძენი და სამართლიანი ღმერთი დაუშვებს, რომ ანტიქრისტემ აცდუნოს მრავალნი. აი ამის მიზეზი კი იქნება ის, რომ როგორც მათე მახარებელი ბრძანებს, გამრავლებით და უჯულოებითა და განხვდეს სიყვარული მრავალთა. ესე იგი, რა არის მიზეზი ანტიქრისტეს მოსვლისა? სიყვარულის უქონლობა, გაქარწყლება, სიცივე გული, აი ეს მდგომარეობა საყოველთაო, როდესაც იქნება, როდესაც ადამიანები უკვე ერთმანეთისთვის მტრებად გარდაიქცევიან და უფრო შევხედავთ, რომ საშინელი გულციობა და გულქვაობა იქნება უკიდურესი კაცობრიობაში, მაშინ მოხდება ეს. მართალია, რაღაც დოზით ამასაც დავეთანხმებით, რომ არსებობს, მაგრამ არა იმდენად, რომ მთლიანად გქონდეს უსიყვარულობის მდგომარეობა, ამასაც ვერ დავეთანხმებით. წმინდა წერილი მკაფიოდ ამბობს, რომ ანტიქრისტეს ბრძოლა ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული იქნება ხალხში უფალ იესო ქრისტეს რწმენის აღმოსაფხრელად, რათა საკუთარი თავი დააყენოს ქრისტეს ადგილას, საკუთარი თავი გახადოს თაყვანისცემის საგანი, ანუ ღმერთად გამოაცხადებს თავს. ამ მიზნით მისაღწევად ანტიქრისტე არა მხოლოდ მოტყუებით, მლიქნელობით, მსაგრობით და ცრუსასწაულებით ისარგებლოს, არამედ მორწმუნეთა ღია და სასტიკი დევნითაც შეეცდება აი ამისი განხორციელებას. წმინდა წერილის სწავლების მიხედვით ანტიქრისტე ყოველმხრივ შეეცდება აღმოფხრას იესო ქრისტეს სახელი, საერთოდ ხსენება მისი, როგორც ღმერთკაცისა და მაცხოვრის რწმენა დაამხოს მისი ცრუ სწავლებით, ის შემოთავაზებს საკუთარ თავს, როგორც ღმერთს, საკუთარ მცნებებს, საპირისპიროს, რომელსაც გადაგებს ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა. ის იქნება მთლიანად მოწინააღმდეგე დედა ეკლესიისა და უპირველეს ყოვლისა მართლმადიდებლობისა. ზოგიერთი მამა ვარაუდობს, რომ ანტიქრისტე თავდაპირველად იუდეველებთან მივა და მათთან მესიად იქნება პირველად მიღებული. ვინაიდან ვიცით ჩვენ, რომ სწორედ იუდეველებმა არ მიიღეს ჭეშმარიტი ქრისტე ღმერთი და ჯვარს გააკრეს ის და ისინი დღესაც ელიან მესიის მოსვლას და წმინდა მამების განმარტებით, ვისაც ელიან ისინი, ეს იქნება სწორედ ანტიქრისტე. ანტიქრისტე არა მარტო თავის დამოწვრით, არამედ ქცევითაც აცდუნებს, მოხიბლავს, წმენაში სუსტებს. ყველა თავის ქმედებაში ის შეეცდება სათნო ადამიანის თვისებები წარმოაჩინოს, თუმცა ჭეშმარიტი ღვთის შვილები, რა თქმა უნდა, შეიცნობენ მასში აი მქონა მიზნების ფარულობას და რა თქმა უნდა მიხვდებიან თუ ვისთან ექნებათ საქმე. კაცობრიობის დიდი ცთუნებისათვის ანტიქრისტის სწავლებასა და საქციელში თან დაერთვის ის სხვადასხვაგვარი უჩვეულო ნიშნები, მოვლენები, სასწაულები, რომლებიც სინამდვილეში რა თქმა უნდა ყველა ცრუ იქნება, მაგრამ მას ექნება ის მოჩვენებითი სახე, როგორი მოჩვენებითი სახეც აქვს მაგიის წარმომადგენლებს და სხვადასხვა ცრუ რელიგიების წარმომადგენლებს, როდესაც ისინი ცრუ სასწაულებს აღასრულებენ. უფალი ჩვენი იესო ქრისტე წინასწარ გვაუწყებდა ჩვენ ასეთ სასწაულებზე, რომლებსაც ანტიქრისტეს მსახურები მოახდენენ. ჩვენ არაერთგზის მოგვისმენია და ყოფდეს სასწაულებსა დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებამდე მართალთა. რას ნიშნავს ეს, რომ ეს ცრუ სასწაულები იმდენად დიდი იქნება, რომ არა მხოლოდ წარმართებს, არამედ შეეცდებიან, რომ მართლებიც კი აცდუნონ. ეს კი საკმაოდ რთულია, მაგრამ ამავე დროს, როგორც ჩანს, განიზრახა ბოროტმა სწორედ ის მართალი მცირე სამწყსოც კი აცდუნოს, რათა მთლიანად კაცობრიობა ჩაეგდოს ხელში, რაც იქნება ყოველგვარად შეუძლებელი. ცთუნების საფრთხე იმდენად დიდი იქნება, რომ თვით ყველაზე რჩეულებსაც კი დაემუქრება ეს დღე. ეს იმიტომ, რომ ეს ნიშნები ჭეშმარიტი სასწაულების მსგავსი იქნება. დღეს ჩვენ ვხედავთ აი ამ ცრუ სასწაულების გამოვლინებებს სპირიტიზმში, მაგიაში, მისნობებში, სხვადასხვა რელიგიების
გურუმების, შამანების, ფაკირების ქმედებებში და რაც ყოველივე მაგიის გამოყენებით ხორციელდება. ჩვენ ამის შესახებ გვისაუბრია სრულ-სასწაულებზე თემაზე საუბრის დროს. ამიტომ დღეს იმდენად არ შევაჩერებთ ყურადღებას, თუმცა მეტად აქტუალური მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ. ამრიგად ანტიქრისტე თავისი მიზნების მისაღწევად ყველაზე ქვენა, სამარცხვინო საშუალებებსაც კი მიმართავს. იქ ადაგებს სრულ-სწავლებას, მოახდენს სრულ-სასწაულებს, წარმოაჩენს თავს კეთილის მქნელად, მოჩვენებითად მიემსგავსება ქრისტეს, თავს ღმერთად წარმოაჩენს და მართლაც მრავალს მოხიბლავს და დროებით აი ამ მსოფლიო ხელმწიფებასა და ძალაუფლებასაც კი მოიპოვებს დედამიწაზე. ანუ ის გახდება ბოლო ჟამს მსოფლიოს მეფე, ის იუდეველისთვის იუდეველი იქნება, ბუდისტისთვის ბუდა, მუსლიმანისთვის ალაჰი, ქრისტიანისთვის ქრისტე, ანუ შეეცდება ყველასი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ყველასთვის ყველაფრად წარმოაჩენს საკუთარ თავს. ეს არის ყველაზე ის საშინელი საცდური, რომელიც ელის კაცობრიობას მომავალში. ის იქნება მეტად ძლევამოსილი და თავის გავლენასა და ძალაუფლებას გავრცელებას ყველა ერზე შეეცდება. მთელ მსოფლიოში გაავრცელებს თავის შეხედულებასა და სწავლებას. ანუ ის მთელი მსოფლიოს გამაერთიანებელი იქნება. ის იტყვის, რომ მე შემიძლია მხოლოდ თქვენი დაპურება, მე შემიძლია თქვენი შერიგება, მხოლოდ მე ვარ, ვისაც შეუძლია მშვიდობის დამკვიდრება დედამიწაზე და სხვას არავის. აი ესეთი პრეტენზიით იქნება და პლუს ამას დაემატება ის სრულ-სასწაულები, ის სრულ-ქველმოქმედებითი მოვლენები, რომელიც აამებს, რა თქმა უნდა, არამართლმადიდებელ სამყაროს, რომლებიც იტყვიან, რომ აი ჭეშმარიტი ადამიანი, ჭეშმარიტი ღმერთი შეუძლია ჩვენი გადარჩენა, ჩვენი ხსნა და სხვა ხსნელი არ არისო. და პირიქით, მართლმორწმუნეებს, რომლებიც იტყვიან, რომ ეს არის საცდური, ეს არის ანტიქრისტე და ეს არის უდიდესი ბოროტება, მათზე იტყვიან, რომ ესენი არიან სიყვარულის, მშვიდობის, ადამიანების მტრები და დაიწყება მართლმორწმუნეთა საშინელი დევნა. წმინდა წერილი ასევე ამბობს, რომ მაშინ ისეთი დიდი წუხილი იქნება, როგორც არ ყოფილა სამყაროს შექმნის დღიდან. ტახტზე განმტკიცების შემდეგ ანტიქრისტე ქრისტიანების სასტიკ დევნას დაიწყებს. მანამდეც, რა თქმა უნდა, ეს დევნა დაწყებულია, მაგრამ კონკრეტულად, როდესაც გამეფრთება ის, მაშინ იწყება ყველაზე დიდი დევნა, იმიტომ რომ იცის, რომ ყველაზე დიდი მტრები სწორედ მართლმორწმუნეები არიან. და, რა თქმა უნდა, ქრისტეს ჭეშმარიტი მსახურნი ძალიან ცოტანი იქნებიან, როგორც ამას წმინდა წერილი ბრძანებს, მცირე სამწყსო უწოდა მას, იმისთვის, რომ მისი თაყვანისცემის რიცხვი განსაზღვროს, ანტიქრისტე დაიწყეს შემდეგ უკვე მთელ დედამიწაზე თავისი ძალაუფლების გამტკიცებას და გავრცელებას თავისი ბეჭედით. ეს იქნება გარეგნული ნიშანი, დაასვამს, ესე იგი, რომელიც მათ ჭეშმარიტი ქრისტიანებისაგან გამოარჩევს. ეს ბეჭედი, ანტიქრისტეს ბეჭედი, მისი უკეთური სახელის დაწერაში გამოიხატება და ამის შესახებ თავისი მეფობის ჟამს, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს ეცოდინება. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ასე ამბობს, რომ რაითა მიიღონ ბეჭედი ხელსა მათსა, მარჯვენასა ზედა, ანუ შუბსა ზედა მათსა, და რაითა არავისა ხელმწიფების სყიდვად, ანუ განსყიდვად, განა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მხეცისა მის, ანუ რიცხვის სახელი მისისა, ვიცით არის 666. ანუ ვინც დაიტყამს, ესე იგი, ბეჭედს შუბსა და ხელზე, ან შეიძლება ერთ-ერთზე, ის იქნება უკვე მისი მსახური, მას აღარ ექნება უკვე ქრისტესთან არანაირი შეხება, თანაზიარება, არამედ პირდაპირ იქნება უკვე ანტიქრისტეს ხახაში. ამრიგად მძიმე შიმშილის გამო ძალიან ბევრი გადაწყვეტს, რომ დაემორჩილოს კიდეც ამ ანტიქრისტეს. აქ კიდევ ერთი საკითხია განსახილველი. უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ
ანტიქრისტეს ბეჭედის მიმღებს მკაფიოდ ეცოდინება, თუ რა ნაბიჯს დგამს, თუ ვის მსახურებაში იქნება და ვის ემონება. ეს უკვე აღარ იქნება ისე შენიღბული, არამედ პირდაპირ იქნება ხარ შენ ღმერთთან, ქრისტესთან თუ ხარ ანტიქრისტესთან, რომელიც გთავაზობს პურს და ვინც არ მიიღებს ბეჭედს, ის ღვთის ანაბარა რჩება. და დღეს მრავალი ადამიანი ანტიქრისტეს ბეჭედს რაღაცნაირად ელექტრონულ საბარავთო სისტემასთან ადარებს. და თითქოს და ამის არ შეიძლება ამ პასპორტების აღება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არ არის სამართებული, ვინაიდან ჯერ ერთი წმინდა მამები, განსაკუთრებულად ეფრემ მასური, იპოლიტე რომაელი და სხვები, ამბობენ ასეთ რამეს, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი იქნება სწორედ ანტიქრისტეს მეფობის დროს. ეს აუცილებელი პირობაა და უნდა ვიცოდეთ, რომ მანამდე ბეჭედი არ იქნება. გარდა ამისა, თუ ადამიანი გაუცნობიერებლად იღებს იმ ელექტრონულ ბარათის და ამით იღებს ანტიქრისტეს ბეჭედს, შესაბამისად ნიშნავს, რომ გაუცნობიერებელს ნაკლები ცოდვაც ჰადებს. მაგრამ ეს ასე არ იქნება, ძმანდოდანო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ანტიქრისტეს ბეჭედის აღება მკაფიო ფაქტი იქნება. მიიღებს რა ბეჭედს ემონება ანტიქრისტეს, ხოლო ვინც არ მიიღებს, ჭეშმარიტი ღმერთის ერთგული რჩება. ამიტომ მართლმორწმუნეს ამ პერიოდში, კი მეორედ მოსვლამდე, ექნება ქრისტეს ეკლესიის საიდუმლოებების მიღების საშუალებაც. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ის არ იქნება ესეთი ვითარება, რომ თითქოს და დასრულდა ყველაფერი და აბსოლუტური უიმედობა. ესეთი რამ არ ექნება. რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული ნუგეშები. ერთ-ერთი ის არის, რომ წმინდა წერილის სწავლების თანახმად საიდუმლოებების, ანუ დედა ეკლესიის ევქარისტიული საიდუმლო და სხვა საიდუმლოებები, ვიდრე მეორედ მოსვლამდე აღესრულება, რაც არის უდიდესი ნუგეში მართლმორწმუნესათვის. გარდა ამისა, მორწმუნეთა დასამშვიდებლად ამ უკანასკნელ დროს, ამ ესოდან მძიმე დღეებში, უფალი ორ ერთგულ მორწმუნეს წარმოგზავნეს. ვიცი ჩვენ მათ შესახებ, ესენი არიან წმინდა ენუქი და მართალი ენუქი და წმინდა წინასწარმეტყველი ელია, რომლებიც ის წინასწარმეტყველებენ და როდესაც ისინი თავიანთ მოწმობას დაასრულებენ, მაშინ შეებრძოლებიან ანტიქრისტეს და მისი გააფრთების მსხვერპლად დაეცემიან. ვიცი ჩვენ ენუქი და ელია, რომლებიც ოდესღაც იქნენ ცოცხლად აყვანილნი ზეცად, სწორედ ისინი მოევლინებიან კაცობრიობას ბოლო ჟამს და თუ ანტიქრისტი დაიწყებს იმის გადაგებას, რომ მისი მეუფება ბატონობს, სწორედ წმინდა ენუქი და ელია მაშინ იტყვიან იმ ჭეშმარიტ უტყუარ სიტყვას, რომელიც გავრცელდება ასევე მთელ მსოფლიოში. ასე რომ ესეც საკმაოდ დიდი ნუგეშია მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. გარდა ამისა, აპოკალიფში არის ნახსენები ორი ძივის ორი ფრთის შესახებ, რომლებიც დაიფარავენ მართლმორწმუნეებს. ჩვენ არც ეს ვიცით მკაფიოდ, თუ რას ნიშნავს ეს ორი ფრთა, ეს იქნება ადგილები, ეს იქნება ქვეყნები, თუ რა ნუგეშებს მოუვლენს ღმერთი კაცობრიობას მართლმორწმუნეს იმ მცირე სამსხვილს, რომელიც ბოლო ჟამს აღმოჩნდება. ამიტომ მოდით გავასწრებ ჩვენ ამ მოვლენებს და ვეცადოთ ღვთის მცნებითა და ღვთისნებით ვიცხოვროთ. ანტიქრისტეს ბატონობის მძიმე დევნას უკანასკნელ დღეებში დაემატება კიდე სხვადასხვა საშინელი ფიზიკური უბედურებებიც. ესენია მოუსავლიანობა, შიმშილი, ჭირი, წყლულები, მიწისძვრები. ჩვენ ამის შესახებაც ვიცით, მკაფიოდ წერია წმინდა წერილში, ხომ? წმინდა ეკლესია გვასწავლის, რომ ვინც მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს, სოფლის დასასრულს სასტიკი და საზარელი წყულები გაუჩნდებათ. და საერთოდ თუ წავიკითხავთ ეფრემ მასურის სწავლებას ამ საშინელი სამჟავრო შესახებ, ჩვენ საშინელი ვითარების ხილველები ვიქნებით, გირჩევთ ყველამ წაიკითხოთ ეს
თხზულებები, რომელიც არის გამოცემაში და მადლობა ღმერთს არის დღეს მისაწვდომი და რა თქმა უნდა სასარგებლოა ამისი კითხვა ერთის მხრივ, ვინაიდან ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რა ელის კაცობრიობას ბოლო ჟამს და უნდა ვიცოდეთ, რომ განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვებისაგან, რათა ეს ჟამი იყოს ჩვენთვის უფრო იოლად გადასატანი და რათა მარადიული ნეტარი ცხოვრება დავიმკვიდროთ. მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ჩვეულთა გამო ანტიქრისტეს ბატონობა ხანგრძლივი არ იქნება. ეს მხოლოდ 3 წელიწად ნახევარს გაგრძელდება წმინდა წერილის სიტყვების თანახმად. შემდგომად ამისა, ჩვენი ღმერთის იესო ქრისტეს ამ მეორე დიდებული მოსვლით შეწყდება ის ანტიქრისტეს ხანმოკლე ბატონობა, პავლე მოციქულის თქმით, რომელი იგი უფალმან აღხოცოს სულითა პირისა მისისაეთა და განაქაროს. იგი გამოჩინებით ამით მოსვლისა მისისათა. ანუ ქრისტეს გამოჩინებით ის მოაგვდინებს იმ ანტიქრისტეს, იმ ბოროტებას მთლიანად და აი მაშინ იწყება უკვე ის საშინელი სამჟავრო ქრისტესი, რომელიც ნაწინასწარმეტყველებია სახარებაში. საშინელი სამჟავრო შესახებ ვიტყოდით, რომ სამჟავროზე გამოჩნდება ცხოლმსხოფელი ჯვარი უფლისა, ესეც იქნება ნუგეშად მათთვის, ვინც ჯვარზე გაგრულ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს თაყვანისცემდა და ერთგულებდა ბოლომდე. შემდეგ განცხადდება საქმენი, დაფარული, ზრახვანი ყოველი ადამიანისა, რომლებიც კი ოდესმე ცხოვრობდნენ დედამიწის ზურგზე და ყველასათვის იქნება ყოველივე გამჟღავნებული და მკაფიო. თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე განჯის კაცობრიობას მაშინ, წმინდა წერილის თანახმად, არცა მამასჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსა ძესა. და ქრისტეს სამჟავრო იქნება აბსოლუტურად განსხვავებული იმ კაცთა სამჟავროებისაგან და სასამართლოებისაგან, რომელიც ხორციელდება. და ბოლო ჟამს მის მარჯვნივ მდგომ ეთყვის უფალი, რომ მოვედით კურთხეულ და მამისა ჩვენისა უნდა დაიმკვიდრეთ გამზადებული, ხოლო მარცხენით ყოფთ, ვინც ანტიქრისტეს ემსახურებოდა, ეთყვის წარვედით ჩემგან, წყეულნო ცეცხლსა, მასა საუკუნესა. აი, ესეთი იქნება საბოლოო ხვედრი მართლებისა, რომლებიც დაემკვიდრებენ მარადიულ ნეტარ მდგომარეობას, ხოლო მარცხენით მდგომები დაემკვიდრებენ მარადიულ სატანჯვას. ერთსაც კიდევ ვიტყვით, რომ საჭიროა ამ წმინდა წიგნის, რასაც ქვია აპოკალიფსი იოანე ღვთისმეტყველისა, მეტად დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ, როგორც გითხარით თავში და არანაირ თავისუფალ განმარტებებს არ დაუქვემდებაროთ მისი მოწმობები. ეს ძალიან საშიშია ამის გაკეთება, ვინაიდან როგორც წმინდა წერილი, წმინდა მამათა აზრით, ეს არის ორმხრივ ლესული მახვილი. ჩვენ შეგვიძლია მითი სარგებელიც მოვიპოვოთ, მაგრამ თუ არასწორად დავიწყებთ მის განმარტებას, ნამდვილად შეიძლება ავმოღოთ ცრუ სწავლების, ცრუ ქრისტეების, ანტიქრისტეების მახეში და ეს ოდენ საფრთხილოა განსაკუთრებულად ჩვენ დროში. ღმერთმა დაგვიფაროს, შეგვიწყალოს და მოგცეს ძალა, რომ დავდგუნოთ ყოველგვარი ანტიქრისტიანული და მიუღებელი სულის კვეთება პირველ რიგში ჩვენ თავში და ჩვენ საზოგადოებაში. ღმერთმა გვიშველოს და შეგვიწყალოს. ამინ.